მომავალი სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში ბევრი სიახლე და ცვლილება იგეგმება. დინო ვაშალომიძე კი ამბობთ. მომავალი სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში ბევრი სიახლე და ცვლილება იგეგმება. ამიერიდან სწავლა ყოველწლიურად. ყველა საჯარო სკოლაში 15 სექტემბერს დაიწყება და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით 15 ივლისს დასრულდება. როგორც ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა ლელა იმედაშვილმა გითხრა, სასიამოვნო და მნიშვნელოვანი სიახლეა ტრიმესტრულიდან სემესტრულ სწავლებაზე გადასვლა. მომავალი წლიდან სკოლებში 2 სემესტრზე გათვლილი ახალი სასწავლო პროგრამა დაიგეგმება. იმედაშვილის განცხადებით, იცვლება საათობრივი ბადეც, რაც ახალი სასწავლო დისციპლინების შემოღებამ განაპირობა. მოსწავლეები მომავალში ხელოვნების ისტორიას შეისწავლიან, გაივლიან სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების კურსს. ფიზკულტურის გაკვეთილების ჩანაცვლება კი სპორტით მოხდება. ახალი სასწავლო წლიდან იცვლება მოსწავლეთა შეფასების სისტემა, შესაბამისად სასკოლო ჟურნალით. მოსწავლეთა შეფასება 3 კრიტერიუმით, საშინაო და სასკოლო დავალებების, ასევე საკონტროლო სამუშაოების შესრულების მიხედვით მოხდება. ჟურნალში კი შესაბამისად შეფასებები 3 გრაფაში დაფიქსირდება. როგორც რესურს ცენტრის ხელმძღვანელი გითხრა, იცვლება სასკოლო სახელმძღვანელოობით, სასკოლო წიგნების, საუკეთესო ნიმუშები კი გრიფირების წესის მიხედვით უკვე შერჩეულია. სახელმძღვანელოებით გაიცემა წელს სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ესეც სიახლეა. განათლების სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად დაადგენს კრიტერიუმებს და ქულებს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის. რესურს ცენტრში შემოვა ეს წიგნები და სასწავლო წლის დაწყებამდე ყველა სოციალურად დაუცველი ბავშვი, თუმცა ყველა სახლავე ვერ დავპირდები, იმიტომ რომ ეს 8 მილიონია სულ საქართველოში თანხა გამოყოფილია ამისთვის. ქულების ოდენობა და კრიტერიუმები დადგინდება ძალიან მალე, მაგრამ სოციალურად დაუცველ ბავშვებს უფასოდ მიეცემათ ნამდვილად სახელმძღვანელოები. სიახლეა პირველ კლასში შემსრულთათვისაც. მნიშვნელოვანი ცვლილება გახლავთ ის, რომ აღარ არის შეზღუდვა სკოლაში მიღებისას. ჩვენ ვერ ვღებულობდით ბავშვებს, ვისაც არ უსრულდებოდა 6 წელი 31 დეკემბრამდე. უკვე მინისტრის ბრძანებით გადაწყვეტილება მიღებულია, რომ ჩვენ მომავალ სასწავლო წელს პირველ კლასში მივიღებთ ბავშვებს, რომლებსაც იმ მოცემული სასწავლო წლის დასრულებამდე უსრულდებათ 6 წელი. ანუ მომავალი ივნისის ბოლომდე, ვისაც 6 წელი უსრულდება, ყველას მშობლის სურვილის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მივიღებთ შეუზღუდავად. გუშინ ფეხბურთის მოყვარულთათვის საკმაოდ ცხელი სეზონი დაიწყო. როგორ გულშემატკივრობენ ოზურგეთში მსოფლიო ჩემპიონატს, ამის შესახებ თამთა დოლიძე ისაუბრებს. ოზურგეთში ისევე როგორც საქართველოს ყველა მხარეში სპორტის ამსახეობა საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი ყავს. ამიტომაც იოჰანესბურგში გუშინ გახსნილი ჩემპიონატის მიმართ ინტერესი შესაბამისად დიდია. აზარტული მზერით შეცქერიან ეკრანს. ფეხბურთის ყველა სტრატეგიის ანალიზს რამდენიმე წუთში ჩამოაყალიბებენ, მაგრამ მხოლოდ კერძო საუბრებში. კამერას ერიდებიან და ურჩევნიათ მოთვალთვალის გარეშე თავისუფლად გამოხატონ ჭარბი ემოცია. საკმაოდ დიდი ხალხმრავლობაა ტოტალიზატორში, რომელიც ოზურგეთში ერთადერთია. აქ მომავალი მატჩების უამრავ პროგნოზს მოისმენთ და ბილეთებით შესაბამისად სხვადასხვა ვერსიის მიხედვით ივსება. როგორც წინა ჩემპიონატებზე, წელსაც ფავორიტებად იგივე ქვეყნის ნაკრები გუნდები გვევლინებიან: იტალია, ბრაზილია, საფრანგეთი, ესპანეთი, ინგლისი, არგენტინა. ფსონები ძირითადად ამ გუნდებზე იდება. გულშემატკივრობ ინგლისი და იმედი მაქვს, ფინალში მოხდება აუცილებლად ინგლისი. ნამდვილად საინტერესო ჩემპიონატი ველოდება, სენსაციები და მოულოდნელობების სავსე. რაც გუშინდელ თამაშებში და დასრულდა კიდევაც. რაც მე ფეხბურთის თამაში ვისწავლე და ვუყურებ, ბრაზიელების გულშემატკივარი ვარ. თამაშობენ ძალიან ლამაზ, ლახ ფეხბურთს და გესიაროვნება რა. ადამიანს მაგათი ყურება. და ფინალში ალბათ როგორ გადაკვეთენ ახლა ერთმანეთს არ ვიცი. მაგრამ ბრაზილია, არგენტინა მინდა რომ მოხდეს ფინალში. საინტერესო იქნება მსოფლიო ჩემპიონატია, სპორტის ისეთი სახეობა, რომელსაც ყველაზე დიდი გულშემატკივარი ყავს მსოფლიოში. 4-დან 6 მილიარდამდე ადამიანი ადევნებს თვალს ამ თამაშებს და თავისთავად ცხადია, საინტერესო თამაშები იქნება. მე მაგალითად ესპანეთის თამაშები მომწონდა ევროპის ჩემპიონატზე და ესპანეთის ბალეში გობ ამ მსოფლიო ჩემპიონატზე. იტალიას ბალეში გობ. გულშემატკივრობ ფეხბურთს, რასაც ქვია. და ვინც ლამაზ და შემტევ ფეხბურთს ითამაშებს, უნებრივია ფეხბურთის ხიბლი გოლებშია. და ვინც აი ამ კუთხით იქნება მიმართული, ანუ შემტევ ლამაზ ფეხბურთს ითამაშებს და ბევრი არის ესეთი ნაკრები, მაგალითად ესპანეთის, იგივე არგენტინის ნაკრები. მაგრამ უფრო მაინც ესპანელებისკენ არის ჩემი სიმპათია და ინგლისის ნაკრებისკენ და იმედი მაქვს, რომ აი ამ ორ გუნდს ვიხილავ ფინალში და საერთოდ ამ ჩემპიონატიდან ველოდები ლამაზ შემტევი